მოკლედ, აი ეხა ვიღებდი ვაკეთებ მოკლედ ვიდეოს, სადაც ამოგვივიდოდათ TikTok-ში ერთი პატარა შორტი, სადაც ერთი ქალბატონი ლაპარაკობს იმაზე, თუ რამდენად ბეჯითები არიან ინდოელები და რამდენად კარგად სწავლობენ და მუშაობენ კიდევაც და აი ამ ქართველ ბავშვებს ხო ვერ დავაჯენთ მაგიდასთან და ვერაფერს ვერ ვასწავლით, ჩვენ კონსპექტებს ვუკეთებთ ყველაფერს და თვითონ აი ვაფშე არაფერს არ აკეთებენო და აი ეს ინდოელებიო სწავლობენ კიდევაც, მუშაობენ კიდევაც და ნუ ხართ ქსენოფობებიო რა, ესეთი რაღაცა ვიდეო ამოგივიდოდათ შეიძლება TikTok-ზე და მეც დამაინტერესა ამ ვიდეომ, თან ბოლო ვიდეო გავაკეთე მე იმიგრანტებზე და ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობს ხალხი აი ამ თემაზე. მე სავარაუდოდ სხვათა შორის ძალიან კაი კომენტარები გამიკეთეთ და ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან კაი ვიდეო აღმოჩნდა, თუმე არ ველოდებოდი ეგრეთ თუ გავარდებოდა 3000 ნახვა, ძალიან კაი რეზულტატი არის ჩემი არხისთვის, ბევრი გამომწერი, ლაიქი, კაი კომენტარები, კაი ხანი არ მქონია ეგეთი პოზიტიური ვიდეო ჩემ არხზე და ძალიან მიხარია და ნუ აი ვაპირებდი რაღაცა ინტერვიუს განხილვის გაკეთებას რა. ნუ ასე ვფიქრობდი და TikTok-ზე ამოვიდა ეს ვიდეო, სადაც ეს ქალბატონი დასცინის არა და უფრო აკრიტიკებს ახალგაზრდებს, რომლებიც არ სწავლობენ და ინდოელებს აქებს. ნუ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ ასე ვთქვათ, აი რაღაც ხმები ისმის ახლა, აი საერთოდ არ ველოდებოდი ახლა ეს თუ ჩავიწერდი ვიდეოს, პროსტა აი ინტერვიუს ვუყურებდი და აი შოქში ჩავარდი უბრალოდ რა. და აი ესეთი რამე ხდება რა. რომ ლაპარაკი მიდის ამ ესეთი არხი არის სალტე და აქვთ რუბრიკა პოლიტიკის საათი და ნუ პოლიტიკოსებს ასე სხვადასხვა ადამიანებს ეკითხებიან სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე ლაპარაკობენ მოკლედ რა და სტუმრად ყავდათ მოყვანილი თამარ ჩიბურდანიძე. მე სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცოდი ვინ იყო თამარ ჩიბურდანიძე და ნუ მე გავიგე მოკლედ რა ვინც იყო თამარ ჩიბურდანიძე, რაღაცა ინფორმაციები მოვიძიე და ნუ აი საინტერესო ინფორმაციას ყვება ინტერვიუზე რა. ხო და მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ არ მჯერა რა ისეთი მოკლე ვიდეოებს რო ადებენ, რაღაცას რო მოაჭრიან და რო დადებენ და ნახეთ რა თქვაო და აი კონტექსტი რო არიცი რა. ხო და მეც მეგონა რომ ეხა ნუ არ მგონია რომ კონტექსტი, ჩემი აზრით, კონტექსტი ისეთი იყო, რომ უნდა ეთქვა ამ ქალს ეგეთი რამე. ან რაღაცა ამოჭრეს, სადაც ამბობს, რომ ეს ყველა ბავშვს არ ეხება, ყველა სტუდენტს არ ეხება ან რაღაცა და ნუ აი ამ იმედით ვუყურებდი ინტერვიუს და თან